რუსთავის სპორტის სასახლეში 2025 წლის წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობის 33-მა სპორტსმენმა, 4-მა გუნდმა და 17-მა მწვრთნელმა 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია მიიღეს. ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების მიზნით რუსთავის მერია წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სტიპენდიითაც უზრუნველყოფს. 2021 წლიდან დღემდე სტიპენდიის ოდენობა 130%-ით არის გაზრდილი. Გულოცა რუსთაველ სპორტსმენებს წარმატებულ 2025 წლის დასასრულს ჩვენმა რუსთაველმა სპორტსმენებმა ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს 33 медали. ეს არის იმ დიდი გამარჯვების ნაწილი, რომლითაც ჩვენ გუშინ აღვნიშნებთ, როგორც მოგესწრებათ, საერთო ჯამში ქართველმა სპორტსმენებმა 1900-ზე მეტი медали მოიპოვეს საერთაშორისო ასპარეზობას. მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს ეს დიდი წარმატება, უსურვო მომავალში არაერთი დიდი გამარჯვება. ამავე დროს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალაქ რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, იმისთვის, რომ ის ყოველწლიურად აფასებს თითოეული სპორტსმენის ზღვაც. 2025 წელი რუსთავისთვის და განსაკუთრებით რუსთავში სპორტის მიმართულებით გამორჩეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვცდილობდით, რომ ახალი ინფრასტრუქტურით, ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა ახალგაზრდებისთვის. დღეს შევაჯამეთ ჩვენ სპორტსმენებს და მწვრთნელებს და მადლობა ვუთხარით იმ შრომისთვის და იმ სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მათმა გამარჯვებებმა მოუტანა როგორც რუსთავს, ასევე სრულიად საქართველოს. ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, რომ კიდევ უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყოს 2026 წელი. როდესაც ადამიანი დაფასებული ხარ, მაგაზე მაგარი გზნობა, მე მგონი არ არის. ეს არის мотивация, სტიმული და ჩემი მიზანი იქნება მომავალ წელს თუ არა იმის იქით გავხდე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ამ ყველაფერში მიწყობს ჩემი ქალაქი, ესე ვთქვათ, ჩემი ქვეყანა.